თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატები ბაჩიაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის საფრთხის შესახებ განცხადებას ავრცელებენ. ადვოკატ რობერტ ამსტერდამისა და მისი იურიდიული ფირმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ ინფორმაცია შესაძლო მკვლელობის შესახებ ორი უცხოური სადაზვერვო სააგენტოსგან მიიღეს. იურიდიული კომპანია ბაჩიაშვილის კომენტარსაც ავრცელებს, სადაც ბიზნესმენი ამბობს, რომ პოლიტიკური ოპონენტისა და კრიტიკოსის განადგურების მიზნის მისაღწევად საქართველოს ხელისუფლება ძალადობის პრაქტიკულად ნებისმიერ დონეზე ჩაერთვება. ადვოკატი საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს უზრუნველყონ ბაჩიაშვილის დაცვა და გამოიძიონ ვინ დგას ამ საქმის უკან. გიორგი ბაჩიაშვილის წარმომადგენელმა საერთაშორისო ადვოკატმა რობერტ ამსტერდამმა ორი უცხოური სადაზვერვო სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მისი კლიენტის სიცოცხლისთვის სარწმუნო მუხარის შესახებ შეიტყო. მათი კლიენტის წინაშე არსებული სახიფათო სიტუაციის გათვალისწინებით ბატონი ამსტერდამის იურიდიულ გუნდს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ გაავრცელოს ეს განცხადება და მოუწოდოს საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებს უზრუნველყონ ბატონი ბაჩიაშვილის დაცვა და გამოიძიონ ამ სავარაუდო შეთქმულების უკან მდგომი პირები. გიორგი ბაჩიაშვილს ეგრეთ წოდებულ ბიტკოინების საქმეზე 11 წელი აქვს მისჯილი. 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ მან საქართველო ფარულად დატოვა. ბიზნესმენი წაყენებულ ბრალდებებს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის პოლიტიკური ნიშნითაა დევნილი.